ოქროსფერი ღვინის ქალაქი. ეს ბოლნისია. ადგილი, რომელმაც ქართული ღვინის რუკაზე საკუთარი, გამორჩეული ადგილი უკვე მყარად დაიმკვიდრა. სწორედ აქ გაიმართა წელს უკვე მეოთხედ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი. ფესტივალმა ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მეღვინეობა გააერთიანა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც მსხვილი მწარმოებლები, ისე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეები. ადამიანები, რომლებიც ქართულ ღვინოს, ადგილწარმოშობის დასახელების უნიკალურობასა და ტრადიციას უნარჩუნებენ. დღეს ადგილწარმოშობის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ვენახის ღვინოები, ჩვენი ვენახის ყურძნიდან გაწოლილი ღვინოები, ეს არის თავკვერი, საფერავი, ასურეთული შარლას ვარდისფერი, ქაწითელი, შავკაპიტო, ბრინჯაო გვაქვს ამ წელს. თავკვერს აქვს ბრინჯაო, შარშან მონაწილეობა მივიღეთ ბოლნისის ადგილწარმოშობის ფესტივალში, სადაც მოვიპოვეთ ოქროს медали, საფერავმა მოვიპოვა ოქრო. медали მიყვარს კახეთი, კახური ღვინოები, მაგრამ აქ ბოლნისში ეს არის უნიკალური შანსი გავსინჯო ქართლის ღვინოები, მაგალითად შალა, ან თავკვერი, ან ნებისმიერი ქართლის ღვინოები. ძალიან კაი გასართობით არის. ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიმცემით არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩაერთო ამ საქმეში. ძალიან ბევრმა თავისი ბიზნესები აიწყო და ძალიან კარგია, რომ საქართველოში ესეთი რაღაცები ხდება. სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე და არაერთი საინტერესო თუ შემეცნებითი აქტივობა. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ბოლნისის ძველუბანში ერთიანდება. კომპანია RMG-კი ფესტივალის უცვლელი მხარდამჭერია. უკვე რამდენიმე წელია, რაც RMG გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია. და მას შემდეგ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მდგრად განვითარებას უკავშირდება. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერა კი ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის მიზანს ეხმიანება. სწორედ ამ იდეის ნაწილია ღვინის ფესტივალი ბოლნისში, ადგილი, სადაც ტრადიცია, კულტურა, ტურიზმი და ადგილობრივი წარმოება ერთ სივრცეში იყრის თავს. RMG უკვე მრავალი წელი აქტიური მხარდამჭერი არის ადგილობრივი მეღვინეობის და ამ მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენ 4 წლის წინ დავაფუძნეთ ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი. RMG არის როგორც მხარდამჭერი, ასევე ორგანიზატორი და თანადამფუძნებელი ფაქტიურად ამ ფესტივალის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ხედავთ განვითარებას ამ ფესტივალის და მასშტაბებს იძენს ყოველწლიურად, როგორც სტუმრიანობის თვალსაზრისით, ისე მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ მუნიციპალიტეტის სახელით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აი ეს უკვე დღეს არის წარმოდგენილი 60 მარანი და მათ ბოლნისის, ასე ვთქვათ, ბოლნისის ღვინის ფესტივალის როგორც პოპულარიზაციაში, მისი ასევე პატარა მარნების პოპულარიზაციის და განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ღვინის კონკურსი იყო. წინასწარ ჩატარებული შეფასებების შედეგები სტუმრებისთვის სწორედ ფესტივალზე გახდა ცნობილი და გამარჯვებულების ვინაობაც პირველებმა აქ შეიტყვეს. დასახელდა დიდი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები. კონკურსში უმაღლესი 10 საუკეთესო ქულის მქონე ღვინო კი იტალიაში მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება. ველოდით ამოგებას ამ ჯილდოს დაწყების დროიდან 4 წელია ეს ტარდება და ვიღებთ ყოველთვის მონაწილეობას და ყოველთვის ვიმარჯვებთ ხოლმე. ხან ბრინჯაოთი, ხან ვერცხლით, ხან ოქროთი. ეს მესამე ოქრო არის, შარშან ავიღეთ 2 ოქრო. მუკუზანში და ხვანჭკარაში. ბოლნისში გამართული ღვინის ფესტივალი კიდევ ერთხელ გახდა სივრცე, სადაც ქართული ღვინის ტრადიცია, თანამედროვე მეღვინეობა და კულტურა ერთმანეთს შეერწყა. ადგილი, სადაც თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ განსხვავებული გემოები აღმოეჩინა, არამედ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ქართული ღვინო მსოფლიოსთვის სულ უფრო საინტერესო და გამორჩეული ხდება.